როგორ უნდა აღადგინონ ეს ემოციური ბალანსი? თუ გინდ მშობლებმა და შვილებმა ერთმანეთთან, რა იქნება რჩევა შვილებისთვის და რა იქნება რჩევა მშობლებისთვის, როგორც შენგან ფსიქოლოგისგან, რა ეს ემოციური კავშირი აღდგა. ძალიან მნიშვნელოვან თემას შევეხეთ, იმიტომ რომ ემოციური კავშირი არის უმთავრესი პუნქტი მშობლის და შვილის ურთიერთობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ძალიან ბევრი რამ, რაც სჭირდება მუზარდს და რაც სჭირდება ჩვენ შვილს, მაგრამ ოჯახებში, სადაც ძალიან ბევრი დანაკლისი იყო, მაგრამ ემოციური კავშირი მშობელს და შვილს ჰქონდა, ბავშვები გაცილებით ნაკლებად ტრავმირებულები გამოდიან. და იმ ოჯახებში, სადაც ბავშვებს ყველაფერი აქვთ, ყველაფერი კეთდება მათი კეთილდღეობისთვის, მაგრამ ემოციური კავშირი არ არის, აქ უკვე ძალიან სავალალო შედეგი დგება მენტალური ჯანმრთელობის კუთხით.